სახელითა მამისათა დაძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. ჩვენთან არც ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს წმინდა წერილმა ჩვენ მოგვითხოვ იგავის, რომელიც მაცხოვარმა თავის მსმენელებს შეკრებილ ერს შესთავაზა და ეს იგავი შემდეგ ამბავს გვიყვება. იყო ვინმე მეფე ბატონი, რომელმაც ვენახი გააშენა და ეს ვენახი დასამუშავებლად და საპატრონოდ გადასცა მუშებს, გლეხებს, რომელთაც უნდა მოევლოთ და როდესაც მოვიდა ჟამი მოსავლისა, გააგზავნა მსახურნი, რომ ის რაც იყო ბატონისა, ის რომ ამ გლეხებს ვინცული და ვენახს ეს წილი გაეტანებინათ. მაგრამ მოხდა სხვაგვარად. ვინც მივიდა ამ მუშაკებმა გვემესო ან სცემეს და უკან გააბრუნესო. ბატონი კი არ გაცხარდა ამ შემთხვევაში, არამედ სხვა თავისი სახურები გაუშვა. მაგრამ მათაც იგივენაირად მოექცნენ. აქაც ბატონმა კვლავ მოთმინება ირჩია და ამ გლეხების სინდისის გამოსაღვეძებლად თავისი შვილი გაუშვა, რომ ის დალაპარაკებოდა. ფიქრობდა, რომ ამისი მაინც შერცხვეთო, მოერიდოთო და არ მოიქცევიან უზნეოდ. მაგრამ მოხდა ის, რომ როდესაც შვილი იხინეს ბატონისა, ამ გლეხებმა ჩათვალეს, ახლა ჩაგვივარდა დრო და საშუალება, რომ ეს ვენახი საერთოდ ჩვენი დარჩეს. მოდით მოვკლათ ეს ძე და ვენახი ჩვენი იქნებაო. და ასეც მოიქცე. და მაშინ გაცხარდა უკვე ბატონიო და დასაჯა ეს გლეხები. რომ დაუკვირდეთ ძვირფასო ძმანო და დანო, ამ გლეხების ქმედებას ვიტყვით, რომ სიხარბემ შეიპყრო ისინი. წმინდა მამები, რომლებიც მარტავენ ამ იგავს, ისინი ამბობენ, რომ ეს ბატონი არის ღმერთია. გლეხები არისო ადამიანები, კაცობრიობა და უფრო მეტად კი ისრაელთა ერის შვილებიო, რომელსაც ღმერთი მანამდე უგზავნიდა
წინასწარ მეტყველებს, მართალ ადამიანებს, მამად მთავრებს და გახსოვთ წმინდა წერილში მაცხოვარი ეუბნება შეკრებილ ფარისევლებსა და წიგნობრებს, რომ თქვენო მოჰკალითო წინასწარ მეტყველნიო და ვიდრე ზაქარია წინასწარ მეტყველამდეო, რომელიც ტაძარს აშინა იქნა მოკლული. ბევრი გამოვაგზავნეთ თქვენთანო. და შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ კი არა, ასეც არის, რომ ისრაელთა ერი რჩეული ერი იყო. ეს რჩეულობა მას ქრისტეს დროსაც ჰქონდა. მაგრამ გადავხედავთ რა, რომ წმინდა წერილის ისტორიას ნახავთ, რომ წინასწარ მეტყველები მრავალნი იყვნენ დევნილები და მამათმთავრებიც, იგივე რო ავიღოთ მამათმთავარი ნოე, ავიღოთ წინასწარ მეტყველები ილია, ეზეკიელი, რომელსაც ხან უსმენდა ერი, ხან არათუ უსმენდა, არამედ სასიკვდილოდ იმეტებდა. და აი მხოლოდ შობილი ძე, რომელიც მოავლინმა ბატონმა, ეს იყო ქრისტე, რომლის სიტყვაც ვერ შეისმინა კაცობრიობა. რჩეულმა ერმა ვერ შეისმინა. და მიზეზი რა არ ქონდა მისი სიკვდილით დასჯისა, რამე თუ დანაშაული არ ქონდა მას, რის გამოც უნდა ყოფილიყო ჯვარცმული, ისრაელთა ერის შვილებმა ის გაიმეტეს ჯვარცმისათვის. ამ მიგავში მოყვანილ გლეხებს, როგორც აღნიშნეთ, სიხარბემ დაუბინდა გონება. საინტერესოა, რომ წმინდა წერილში, როდესაც წინასწარ მეტყველებს მდელმთავარი ანნა ის ამბობს, რომ ჯობსო ერთი მოგტესო ერისთვისო, ვიდრე ყველანი დავისაჯოთო. ქრისტეს ჯვარცმის წინ ხდება ეს ყველაფერი. მიზეზად მოყავს ის, რომ თუ რომაელებმა გაიგეს ამ შფოთის გამო, რომელიც თითქოს ქრისტემ შემოიტანა, ისინი არ აპატიებენ, არ დაიდობენ ისრაელელებს და იქნება მათზე მძიმე სასჯელი. და მაცხოვარს ბევრ ამეს ბრალობენ. იმას, რომ თითქოს 3 დღეში ტაძარი უნდა დანგრეულ ტაძარს აღადგენდა. იმას, რომ თითქოს ხარგს არ აძლევდა რომაელებს და ამისკენ მოუწადებდა ებრაელთა ერის შვილებს.
ანუ ბრალდებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არის ბრალდებები, რასაც ქვია მატარებელი ხელისუფლების წინააღმდეგ, აჯანყების მოწოდებისკენ ამნიშნით და ისეთები, რომლებიც არიან ებრაელთა წესჩვეულებისა და იმ სწავლების საწინააღმდეგოდ, რომელსაც ებრაელთა ერისშვილები იყვნენ ჩვეულნი. ან ერთი ნიშნით უნდა გაესამართლებინათ, თქვა თუ ის რომაელების წინააღმდეგ მოუწოდებდა, მაშინ პირიქით თავად ებრაელთა ერისშვილებს ძულდათ რომაელი დამპყრობლები. იმპერატორის გამოსახულებას ისინი არ აღიარებდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ეს არის ესეთი წარმართული წესი. მაგრამ ამავ დროს იმპერატორების გამოსახულებები, მოგეხსენებათ, იმპერატორების და მეფეების გამოსახულებები ჯერ კიდე ადრეული დროიდან ქრისტემდე პერიოდში მონეტებზე იყო გამოსახული. სხვადასხვა სახის მონეტებზე და როდესაც მაცხოვარი ესაუბრება ერთ-ერთ ჯულის მოძღვარს, რომელმაც ზუსტად ეს კითხვა დაუსვა, რომ უნდა თუ არა მივცეთო ხარკიო იმპერატორსო, მაცხოვარი ეუბნება, მაჩვენეო მონეტა, რომელიც გაქვს შენ, ფული მაჩვენეო და იღებს ეს ჯულის მოძღვარი და აჩვენებს ამ მონეტას, რომელზედაც არის გამოსახული კეისარი. ეს მონეტა მისი იყო. ანუ თუ შენ ხალ ბოლომდე ალალი, თქვათ იმის წინააღმდეგ, რასაც შენ ამბობ, მაშინ მას ეს მონეტაც არ უნდა ქონებოდა. კითხვაც ასე იყო დასმული, არის თუ არა მისაცემი კეისარზე ხარკი. თუ იტყოდა არის მისაცემი, მაშინ აჰა, ნახე შენ ჩვენს დამპყრობლებს უჭერ მხარს. შენ არ იზიარებ ერის ტკივილს. თუ ეტყოდა არაა მისაცემი, ესე იგი შენ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხარ. მაგრამ მაცხოვარი პასუხობს, ვისი გამოსახულება არისო აქ? და ის ჯულის მოძღვარი ეუბნება, კეისრისაო. მაშინ მაცხოვარი ეუბნება, რომ მიეცი კეისრისა კეისარსა, ღმერთსა კი ღვთისა. და ჩვენც ძვირფასო ძმანო და დანო, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არის ღვთისა, ჩვენი ცხოვრების წესით მას უნდა მივაგოთ. ესაა ჩვენი ყველაზე დიდი შესაწირავი. არა ცხვარი ხარი და სხვა მატერიალური. თუ ოქრო ვერცხლი. შემდგომ აქვს
აზრი ყოველივეს შესაწირავს თუ ადამიანი გამოხატავს თუნდაც ცოდვებით, ბევრი ცოდვების გამო ჩადენილ სინანულს ამგვარი შესაწირავით, მაგრამ ცხოვრების წესი თუ არ ემთხვევა ამ სინანულის გამოხატულებას, მაშინ რთულია იმის თქმა, რომ ასეთი ადამიანი თავისი ცოდვების გამო სასჯელს გადაურჩება. ყველაფერს აქვს აზრი მაშინ, როდესაც ცხოვრების წესი იცვლება ადამიანისა და ღვთის გულისათვის ადამიანი აკეთებს ყოველივეს. ერთ თხრობაში წმინდა მამათა ცხოვრებისა არის შემდგომი შემთხვევა აღწერილი. ერთ ქალაქში იყო ცნობილი მეძავი, რომელსაც ამ თავისი პროფესიით საკმაო სიმდიდრე ჰქონდა დაგროვილი. რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში და ამ ადამიანმა მოინდომა ნათლობის მიღება. და როდესაც მივიდა მოსანათლად, დელმთავარმა უთხრა მას, რომ შენ ცხოვრების წესო შეიცვლიო? მან უპასუხა, დიახ, შევიცვლიო ჩემი ცხოვრების წესო. მაშინო რომ ყველასათვის თვალსაჩინო იყოს, რომ შენ გაქვს სინანული და მზად ხარ ცხოვრების წესი შეიცვალო, ყოველივე რაც ამ შენი პროფესიით დააგროვე, ეს ყველაფერი ყველას წინაშე დაწვი და უარი თქვიო. და ამის შემდგომ, როდესაც ამ მეძავმა ეს გააკეთა, ხოლოდ ამის შემდგომ მიიღო ეპისკოპოსმა მისი სინანული და მონათლა ეს ადამიანი. და სინამდვილეში შეიცვალა ამ ადამიანის ცხოვრება და მან სინანულით სიწმინდესაც მიაღწია. აი, ამგვარი არის ძვირფასო ძმანო და დანო, ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის სახე. არ შეიძლება რომ იტყვიან ადამიანმა ცალი ფეხი შედგა რაღაცაში და მეორე უკან დატოვა. არ შეიძლება ცალი ხელით აკეთებდეს სიკეთეს და მეორეთი ბოროტებას თესავდეს და ცოდვას ამრავლებდეს. სხვა არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეცდომა ადამიანისა. სხვა არის, როდესაც ადამიანი ცოდვით იძლევა, მაგრამ თუ ადამიანი თვლის, რომ ცალი ხელით სიკეთისკვრა და მეორე ხელით ბოროტების ჩადენა ეს მისაღებია და არაუშავს, რა ვქნათ, ასეთი ცხოვრება ეს არასწორია.
ამიტომაცაა ზუსტად ნათქვამი ღმერთსა ღვთისა მივცეთ. ხოლო კეისრისა კეისარსა რაც ეკუთვნის ამ წუთისოფელს, წუთისოფელი ჩვენ თავის ხარჯს გადაგვახტევინებს ყველას. იქნება ეს წუხარება თუ ტკივილი, ავამტყოფობა თუ განსაცდელი. წუთისოფელი თავის ხარჯს გადაგვახტევინებს. ისე მაინც არ დაგტოვებს ჩვენ რო გონია რომ თუ სხვანაირად მოვიქეცი როგორც ამას წუთისოფელი ითხოვს და კარგად იქნება ჩემი ცხოვრება კომფორტულად. არა. ის თავისას ჩვენ ყველას მოგთხოვს და კიდევაც გადაგვახტევინებს. და ჩვენ ვიფიქროთ ღვთის წინაშე როგორ წავდგებით. ვიფიქროთ ღმერთსა მისი როგორ მივაგოთ. რამე თუ ჩვენ სულს აქაც ამ წუთისოფელში ჭირდება ღვთის წყალობა, ხნეობა, სიხარული, არა მხოლოდ სულს, სხეულსაც და მით უმეტეს ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება ამ წუთისოფლის დატევების შემდგომ, რომლის ერთ ტკაველსაც ვერ წავიღებთ საიქიოში. მერთმა დაგლოცო ძვირფასო ძმანო და დანო და მერთმა ყველას მოგცეს სიბრძნე და ძალა, რათა ღმერთს ამ ღვთისა მივაგოთ და კეისრისა კეისარსა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.